მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი და დღეს მე ამას კიდე ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეთანხმდეთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვილეს, ორი დღე თვალებახეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დაღაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატარეს აირზენას ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი ახალგაზრდების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უდრებებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოგვიდგენ არ მაქვს რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც რასაც მოყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და საჭემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბებით. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა რამოდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩაომიყვანეს საქართველოში. იქ დაარღვევს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა. მე ვთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას. არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი პირდაპირ. დღეს ყველა სამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან თეატრალურიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერებთ. ყველას გასაგონად ვარ, მათ შორის ჩემი პროკურორის.